ანდიას მიერ გადაღებულ ფილმს ტელეიმედი ახალ სატელევიზიო სეზონში შემოგთავაზებთ. სვანეთებით მოწყვეტილი არ არის, თუმცა პრობლემა იქაც ბევრია, ძირითადად კი უმოქმედობა, უმუშევარი ხალხი დროს ძირითადად ბაღში კლავს. ახალგაზრდები კი ზაფხულშიც ვერ ერთობიან, დროსტარების თითქმის ერთადერთი საშუალება სახლში შეკრებაა. ქალაქში დარჩენილი თითოეულა კაცი მოწყენილობას ისე ებრძვის, როგორც შეუძლია. მხატვარი და სკულპტორი მერაბ ქაჯაია, იგივე პიკასო ძალისხმევას არიშურებს ქალაქის გასალამაზებლად. მისი ბოლო ჩანაფიქრის შესახებ თქვენ პირველად დროებიდან შეიტყობთ. მისი მეგობარი, ჰაუს მუსიკოსი შომალი კი მეზობელი ბავშვების გასართობად დისკოთეკას სახლში მართავს ხოლმე. თუმცა ერთ ქუთაისურ ბინას ამ დროს არც ლაზერული სხივები და არც ფერადი განათება აკლია. დროების ჟურნალისტები გიორგი ქორქია და ალექსი გოგილაშვილი ქუთათურებს სპეციალურად ეწვივნენ ქუთაისური ჰაუსის სანახავად. ბატონოჟეს ქუთაისში ყველა იცნობს. დღის განმავლობაში თავის პატარა ტავერნაში ზის და სტუმრებს ხშირად ლუდით უმასპინძლდება. თუმცა არის კლიენტების ისეთი კატეგორია, რომლებიც გამასპინძლებას არ იმსახურებენ. ასეთებისთვის კედელზე ნისიის ნეკროლოგია გამოგრული. ძველი ქუთაისელი ახალგაზრდობის დღეებს ღიმილის გარეშე ვერ იხსენებს. მაშინ ახალგაზრდობა თავისებურად ერთობოდა. წრე გაკეთდებოდა და ბოთლის დატრიალება. ბოთლს დაატრიალებდი. მისკენაც თავი გაჩერდებოდა, გოგო იყო თუ ბიჭი, ეიყვანდი, აკოცებდა და მეიყვან. მაგრამ იქვე, არავითარ გარდასდა. იქვე აკოცებდი, რა თქმა უნდა, ლოღალ, იარდებოდა, დასებს კი არ უკეთებდი. დეკა ეს იყო დონ კრასნოი არმიი. ერთი მახსოვს, დეტალი მახსოვს. დო ხშირად გამოდიოდა ეს ხალი, აცხადებდა ეს გამომცხადებელი. მუსიკა რახმანინოვა, ისპანეთ ჟენაფიცერა კრავჩენკო. და გამოვიდა გადასარევი ხალ და ყველა რაღაცას უბოდროს ფიქრობდი იმ ხალხზე, მაგრამ ბოდიში არის ადიღო. დღევანდელი ახალგაზრდების გართობას თავისებურად უყურებს. მე მგონი ახლა კიდე გართობა მაინც მოძებნა თვითონ. ახალგაზრდამ ის რა ქვია ტელეფონს მობილური ქვია, ხო თქვია? მობილური ტელეფონია. SMS. ბატონი ვაჟა ნაწილობრივ მართალია. ქუთაისელ ახალგაზრდებს SMS-ის გარდა გასართობი აღარ დარჩათ. ქალაქი მოწყენილია. დილიდან საღამომდე ცენტრალურ ბაღში დიდების და პატარების სკამებზე სხედან და მოწყენილად იყურებიან. იშვიათად იმართება კონცერტები. შენობების კედლებზე მხოლოდ ჩამოხეული აფიშებია შერჩენილი. რა თქმა უნდა, ყველა ახალგაზრდა ჭირდება გართობა და დღევანდელ ცხოვრებაში თქვენ მithkmis არ იყოს მართლა მიტოვებულია ქუთაისი. ჩემი აზრით საქართველოს გახდა უკვე მხოლოდ ბათუმი და თბილისი. არ შეიძლება ეს. ყველას თანაბრად პირობებში უნდა იყოს ყველა ქალაქის. დღევანდელ ახალგაზრდას საერთოდ არავითარი გასართობი არ აქვს. თუ რამე სწავლობთ, ისევე ჩვენი შრომით ვაკეთებთ ყველაფერს. ახალგაზრდების გართობაზე ისევ ადგილობრივები ზრუნავენ. ეგრეთ წოდებული ტუსოკები ჯერჯერობით მხოლოდ სახლებში იმართება. აი ეს არის ადგილი, სადაც სახელოს ნოქს პიკასოს გამოჩნდა. წავედით. ეს არის ასე თქვა ქუთაისური სატუსოკი ადგილი. ჩანს ყველაფერი რა ტუსოკები აქვს. სასმელი შაპადიორები, თუმცა პიკასოს უკვე 7 წელია, თვითონ არ დაულევია. გამომარჯოს. პრივატ. კაშები. მერაბ ჯიქია, იგივე პიკასო მხატვარი და სკულპტორია. სახელოსნოში კედლები 1000-ნაირი პოსტერებით აქვს სავსე, დაწყებული პრეზიდენტის სურათით, დამთავრებული ლენინით. ის წლების განმავლობაში ჰოლანდიაში ცხოვრობდა, მაგრამ მშობლიური ქალაქის გარეშე ვერ გაძლო და უკან დაბრუნდა. ქუთაისთან დაკავშირებით მას 1000 იდეა აქვს და ყველა ახალგაზრდების გართობას და ქალაქის მოწყობას ეხება. ჩანაფიქრის განხორციელება ცნობილი თეთრი ხიდიდან დაიწყო, სადაც მალე პატარა სკულპტურას დადგამს. ფილმ არაჩვეულებრივი გამოფენის გმირის პიკასოს ბიჭის ფიგურა აგვისტოში მზად იქნება. ძეგლი იქნება ბრინჯაოში, ზუსტად ესეთი ოქროსფერი, ზუსტად ზუსტი ფორმა, ზუსტი ზომა მასშტაბში და თავიდან ბოლომდე დადგება ესე იგი ზუსტად ამ ადგილზე, საიდანაც წვევოდა ეს ბიჭი. ჩვენ ახლა მინდა ეს ექსკლუზივი არის ხა დროებისათვის, მინდა აღნიშნო და მინდა ესე გითხრათ, რომ ვეძებთ ამ პიროვნებას, აი ამ ბავშვს, აი რომელიც წვევოდა და თუ გამოგვეხმაურება, კარგი იქნება. ზომა იქნება, კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, ზუსტი ზომა და ზუსტად აი ამ ადგილიდან ზუსტად ამ ადგილზე დაისვება ეს ბიჭი ზუსტ ზომაში. ეს ადგილი პიკასოს აზრით ტყუილად ცდება. აქ უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. მაგალითად, თბილისური შარდენის ქუჩის ანალოგის. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ უნდა იყოს ეს ადგილი დაკეტილი, აქ იყოს თავიდან ბოლომდე, ტუსოვკა აქ იყოს ახალგაზრდებისათვის, იმიტომ ჩვენ ქალაქში არაფერი არ არის. ეხლა ამ წუთას აი რო გითხრა სიმართლე, რომ ახალგაზრდება გაერთოს. პიკასოს მეგობარი მუსიკოსი სომალი ძირითადად სახლში ზის. აქვს ბინა ქუთაისის ცენტრში, თუმცა მუზა მხოლოდ ქალაქგარეთ სახლში ჩდება. დღეს სუფთა ჰაერი და ჰაუს მუსიკა ჩვეულებრივ ნაცრისფერ დღეებს უფერადებს.
მე სხვა ფერებით უყურებ ამ ქალაქს. ეს ქალაქი სულ იყო ხელოვნების და სულ მხატვრების და მუსიკოსების ქალაქი რა. ხო და ნუ ეს ყველაფერია დროებით რა. მაგრამ მაინც მე მგონია რომ ერთი 5 წელიწადი მაინც საჭირო არის რომ ესე ყველაფერი ისე გაკეთდეს როგორც ჩვენ სიტუაციის ლაიცს რომ უმზადეთ რა. და ყველაფერი კარგად იქნება. აპარატურა გერმანიიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოიტანა. მას შემდეგ პატარ-პატარა დისკოტეკებს საკუთარ სახლში აწყობს. ამ საღამოს მას მეზობელი ბავშვების გართობაა გადაწყვეტილი. მოზრდილი მეგობრები ქუთაისის სიცხეს გაექცნენ და დიდი წვეულების ორგანიზება ვეღარ შეძლო. მე ასე მგონია რომ რაღაც მისია მაგისტრია მეთქი ალბათ ღმერთიდან და კოსმოსიდან რა. რომ ამ ახალგაზრდობას რაც ამ ტერიტორიას რაც მე ვქვნი ელექტრონულ მუსიკას რაღაც გაულამაზო ცხოვრება მას ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რა. ჩემთან სახლში ჰაუზი, ხო იცი, როგორც სიტუაცია როგორც ყველა ევროპულ ქვეყნებში ხანდახან მოუღრი ხოლმე ამ თინეიჯერ ბავშვები და ზოგი ჩემი ბავშვის მეგობრები არიან და რაღაც ისეთ უსოკებს ვაკეთებ რომ ისინი მე რო გაიზრდებიან ან თქვა გავლიან უცხოეთში რომ ეს ყველაფერი ეტაპები გავლილი ქონდეთ რა. ბავშვები შეიკრიბნენ, განათება დაყენებული. სომალის სცენური იმიჯი სახლშიც არ ღალატობს. პირველი კომპოზიცია ფაფახში სრულდება. შემდეგ კი თავისივე გაკეთებულ აირწინახს იგებს. ბავშვებს 1 საათიანი ცეკვა და გართობა გარანტირებული აქვს. სომალი ცნობილი მუსიკოსია და მისი შექმნილი ელექტრომუსიკაც ძალიან მოსწონთ. მგონია რომ იყოს ხშირად კონცერტები. მაგრამ ჩვენი გართობა არის სომალისთან მოვდივართ და კარგად ვერთობთ, რადგან მისი ელექტრონული მუსიკები ძალიან მოგწონს და სომალი მართლაც მაგარია. სომალის ასეთი კონცერტების მოწყობა უხარია. სანამ ზღვაზე წავა კიდევ რამდენჯერმე გაახარებს მეზობლებს. პატარებს ცეკვით, უფროსებს ხმაურით. სვანცა და ქუთაისზე ვისაუბრეთ, ახლა კახელები ჯერი დადგა. გასულ კვირას ავსტრიაში, კერძოდ კი შტირიაში კახეთის დღეები გაიმართა. ამ დღესასწაულის ორგანიზატორი და მასმიძელი საქართველოს საპატიო